წარსულში ალბათ ხედავთ მგლის თავს. წარსულშიც იყავით ძლიერი ადამიანი, მაგრამ შეიძლება ამის შესახებ არ იცოდით. შეიძლება თქვენი სიძლიერე იყო დამალული და თქვენ თვითონ არ იცნობდით თქვენ თავს. ასევე ჩანს სიტუაცია, სადაც თქვენ იყავით ტოქსიკურ ურთიერთობაში. მამაკაცთან დიდ სიყვარულში, რომელიც თან ტოქსიკური იყო, გწამლავდა, მაგრამ ვერ იცავდი თავს, ვერ არიდებდი თავს, იმიტომ რომ შენი თავისი ძლიერი ენერგიის არ იცოდი არაფერი. ზევით უზარმაზარი სამიანი და თეთრი ანგელოზი. მიუხედავად ამ ტოქსიკური სიტუაციისა, თქვენ დიდი მფარველობა გქონდათ ღმერთისგან და დიდი დაცვა. ალბათ აქ ხედავთ ადამიანს ხელზე როგორ ეამბორება მეორე ადამიანი. თითქოს რაღაცნაირად გადარჩით და გამოიღვიძეთ თქვენს ცხოვრებაში. გამოიარბნელი ტყე, გტკიოდა, მაგრამ ახლა აღარ გმართავს ეს ტკივილები. ძალიან ძლიერი დაცვა გაქვს ნათელი თეთრი ენერგიების, მაგრამ აი ახლად გიხარ რაღაც საზღვარზე, სადაც უნდა გააკეთო არჩევანი. თითქოს ნახე სამყარო გიყურებს იმ გელმა, იმ ძალამ, რომელმაც გამოიღვიძა შენში, წავა რეგრესისკენ და იქნები აგრესორი, საკუთარ თავის დამცველი, თუ ცნობიერი ადამიანი. მე მგონია, რომ ცნობიერი და ტრანსფორმირდები კარგისკენ. ნახოთ, მომავალში რა არის? მომავალშიც უზარმაზარი დიდი ანგელოზის ფიგურა მთლიანობაში. განსაკუთრებული დაცვა თქვენზე. გილოცავთ რაღაც კარგი გაქვთ გაკეთებული და სწორად მიდიხართ, რადგან ასეთი დაცვა ჩანს თქვენთან. ხო, აი ეს რაც თქვი, დაჩოქილი ადამიანი. ნახეთ ვინ მოვა თქვენთან, აღიარებით, პატივისცემით. შენს შინაგან ძალას დამორჩილებული, ასევე ბუდიშის და სინანულით. შეიძლება გვიანია, მაგრამ ეს ადამიანი ნანობს. მე ვფიქრობ, რომ ეს ის ტოქსიკური ადამიანია, ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენა და ძალიან გვიან გაისაზრა. ძალიან გვიან მიხვდა ამ ყველაფერს და მიხვდა ვინც ხარ შენ, მიხვდა რაც დაკარგა. და ნანობს მოვა სინანულით. აი, ნახეთ ფრთოსანი ცხენი როგორ მოქრის. სწრაფი მოულოდნელი მოვლენა, ასევე კარმული შეტყობინება, ბედსაც ეხება და ასევე განგება ერევა კეთილად ცხადია. ასევე გაიგებ რაღაცა სიმართლე, საიდუმლოს და ეს ყველაფერი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აი ეს ფრთები არის ამ ყველაფრის შედეგად შენი ძალა და გარდაუვალი ცვლილებები გელდება ცხოვრებაში. მოვლენები სწრაფად და კარმულად განვითარდება შენს ცხოვრებაში. ახლა მინდა დაგანახოთ აი ეს ნიღბიანი სახე, სპეცრაზმელივით ნიღბიანი სახე, რომელსაც აი ამ თვალში ადამიანის პროფილი აქვს. ჩანს. ორმაგი სახეა. ვიღაც ადამიანი სხვანაირად ჩანს და სხვანაირად დაინახა.
ადრე სხვანაირად აფასებდი, ახლა სხვანაირად დააფასებ. ასევე დაფარულია შენთან. თითქოს გემალება. ეს ადამიანი ნახევრად გამოღვიძებულია, ჯერ კიდე ბოლომდე არ არის გამოღვიძებული და რაღაც როლშია. აი, გარდამავალ სიტუაციაში, იმ როლიდან, იმ გამოღვიძებაში უნდა გადავიდეს. აბა გაიხსენე, არსებობს ესეთი ვინმე კონკრეტული ადამიანი შენ ცხოვრებაში, ან სიტუაცია, რომელიც არ არის ბოლომდე გამჭვირვალე, ბოლომდე არ იცი ამის შესახებ, ან მის შესახებ, აი მას აიხდება ფარდა. მოდი ვნახოთ გულშიც რა ჩანს, აი თეთრაშზე ამხედრებული მხედარი. ეს არის შენ ცხოვრებაში სუფთა, ანკარა, წმინდა, ჭეშმარიტი გზა და ცხოვრების ახალი გზა. აი ეს მხედარი არის შენ ხარ და შენ აკონტროლებ და შენ მართავ შენს ბედს. ეს ძალიან მაგარია ხალხო, თქვენ ბედის წერას კი არ იმორჩილებით, ისეთ შეგვხვდა ეს ვიდეო, არამედ შენ მართავ შენ ბედს. მომწერე, როცა ეს ახდება, ვინ არის ის ადამიანი, ვინც სიმბოლურად დაგიჩოქებს, აღიარებს, თავის შეცდომებს, სინანულს გამოხატავს, გთხოვს დაბრუნებას და პატიებას. ასევე მოხდება სწრაფი კარმული ცვლილებები, გაიგებს სიმართლეს, რაღაცა საიდუმლოს აიხდება ფარდა და გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაშიშვლდება შენ თვალწინ და იქნება სრულიად გულწრფელი. ხოლო შენ გადაწყვეტავ რა უქნა შენს ცხოვრებას, არ იქნები დამოკიდებული არაფერზე და არავიზე. და შენ შექმნი შენს ძლიერ ბედს და ცხოვრებას. მე ვარ ნათია შაი, ეს კი გზავნილი